Შიმშილობის 26-ე დღე რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელი უკვე მესამე დღეა კლინიკა ვივამეთშია. ის დღეს ადვოკატმა მოინახულა. ჟურნალისტის კატეგორიული პოზიცია რომ დააბრუნონ საპატიმროში თუ მისი სამედიცინო გამოკვლევა დასრულებულია. სავარაუდოდ უკვე ხვალ მასთან შევა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი და მის მდგომარეობას შეაფასებს. ფორმულა დღეს ვივამედის კლინიკურ დირექტორსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ ზურაბ ჩხაიძეს მზია ამაღლობელის სწრაფ რეჟიმში ეტაპირება საპატიმროში გამართლებულად არ მიაჩნია. ადვოკატმა დღეს მზია ამაღლობელთან პალატაში საკვების შეტანის ფაქტით შეაფასა და ამას მოშიმშილე პატიმარზე ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა. ნანო ჩაკვეტაძე უფრო ვრცლად მზია ამაღლობელის მდგომარეობის შესახებ. დიახ, მზია ამაღლობელი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ის დააბრუნონ უკან რუსთავის ქალთა საპატიმროში, მას შემდეგ რაც უკვე დასრულდება მისი ინფუზიური თერაპია, ანუ დასრულდება ყველა საჭირო კვლევა, ანალიზი და გადასხმები, რომლებსაც უკვე მესამე დღეა მზია ამაღლობელს უტარებენ კლინიკა ვივამეთში. სწორედ ეს ინფორმაცია გამოიტანა რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა მზიას პალატიდან. ვივამედის კლინიკური ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მზია ამაღლობელს აქვს ჩივილი და ის საჭიროებს განმეორებით კვლევებსა და მედიკოსთა მონიტორინგს კლინიკაშივე. ამიტომ მზია ისევ სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას. მკურნალობის პროცესში უკვე ხვალიდან ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. დამხვდა პალატაში დადიოდა ჩვეულებრივად ვიკონტაქტეთ, სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და თხოვა ყველას, რომ მის გამო რაღაც თავგანწირვა არ ღირს. ესეთი დანაბარები გადმომცა. ალბატონი მზია კლავას თვითონ ითხოვს, რომ დატოვოს აღნიშნული კლინიკა, დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ რაღაც არანაირ შეღავათებს არ ითხოვს არავისგან. რაც შეეხება იმას თუ ხვალ რა მოხდება, ხვალ შეიძლება შემოვიდეს სახალხო დამცველთან, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და ხვალ უნდა გაირკვეს უკვე დანარჩენი რასახის კვლევები იქნება საჭირო, გადმომეცვალთ დოკუმენტაცია, ფორმაასი, ამასაც გაეცნობიან სანდო ექიმები და ხვალ გაირკვევა დანარჩენი. ქალბატონ მზიას მოთხოვნა არის ის, რომ თუ რამე კვლევა არის დარჩენილი დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმები ჩემოვლენ და მაქსიმუმ ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა საპატიმროდან კლინიკა ვივამეთში 3 დღის წინ გადმოიყვანეს. მე შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი მხოლოდ 2 პირობით დასთანხმდა კლინიკაში ეტაპირებას რუსთავის ქალთა საპატიმროდან. პირველი, მას უნდა ჩვეულებრივ პირობებში გაეგრძელებინა პროტესტის ნიშნად შიმშილობა და არ მიეღო არანაირი საკვები დანამატი და ნივთიერება. პრინციპში ეს ასეც ხდება. 26-ე დღესაც ტუსაღი ისევ უარს ამბობს საკვები ნივთიერებების მიღებაზე, ყველანაირ საკვებ დანამატზე და ის პროტესტის ნიშნად აგრძელებს შიმშილობას. მისი მეორე არანაკლებ საკვანძო და მნიშვნელოვანი მოთხოვნა აქვე იყო და არის ისიც, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება ყველა საჭირო კვლევა და ანალიზი, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ დააბრუნონ რუსთავის ქალთა საპატიმროში. ჯერჯერობით, როგორც გითხარით, კლინიკური ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ექიმების გადაწყვეტილებით მზია ამაღლობელი აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას. ვნახოთ დღის განმავლობაში თუ კი გახდება რაიმე სიახლე და რაიმე ახალი ინფორმაცია ცნობილი კლინიკის მხრიდან, კლინიკის კლინიკური ხელმძღვანელის მხრიდან და დატოვებს თუ არა მზია ამაღლობელი სტაციონარს და დააბრუნებენ თუ არა მას გონივრულ დროში, როგორც ამას თავად ითხოვს, ანუ მალევე ისევ რუსთავის ქალთა საპატიმროში.